დიდთოვლობიდან ერთი კვირის თავზე მოქალაქეთა ნაწილი სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოუწესრიგებლობაზე საუბრობს. ხარაგავლიდან ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე კვარაცხელია ავრცელებს. მის თქმით, გზების ნაწილი თოვლისგან ჯერ ისევ არ გაუწმინდავთ. ეს არის გაწმენდილი გზები ხარაგაულში. ეს ჯერ კიდევ სოფლის მისასვლელია. და აქ ცხოვრობენ ძირითადად მოხუცი ადამიანები. რომელთაც აქვთ, რა ვიცი, ბევრი სხვადასხვა საჭიროება. აი ეს არის ახლა გაწმენდილი გზა. აი ამაზე. როგორ უნდა აქ რამე უნდა გაიარო. რამე ტრანსპორტმა. ესე აკეთებენ საქმეს. და მე ამბობენ, რომ აი რა შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილდნენ. სასტრაფო დაჭირდეს ახლა ზემოთ ვიღაცას. აი რომელი სასტრაფო მოაქვს? ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით იმერეთში გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი ამბობს, რომ ზოგიერთ სოფელში ტექნიკით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა თოვლის საფარი იკლებს და სამუშაოებს ამინდიც ხელს უწყობს. ყველგან ვართ მისული ფაქტიურად, მაგრამ არის სოფლებში ჩიხები, სადაც არ არის იოლი, ახლა ამ სიმძლავრის ტექნიკა იქ ვერ რჩევა. ფაქტიურად დაუზიანებს კერძო მესაკუთრეებს ყველაფერს და ამის საშუალება არ გვაქვს. თოვლი ნელ-ნელა დაიწევს, ეს გზა ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება და მერე უკვე აი ამ ვიწრობებში და შევალთ უკვე საბურავებიანი ჯისიპებით და ასე შემდეგ. დღეისათვის მუნიციპალიტეტში მუშაობს ჩვენი 5 ერთეული ტექნიკა, ჩვენი ბალანსერი ცხული და 19 ერთეული ტექნიკა მძიმე მუხლუხებიანი და სხვადასხვა ტიპის საბურავებიანი ყავს დაქირავებული და წმინდავენ სოფლებში, ჩიხებში და ასე შემდეგ. დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან გურიაშიც. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ამბობს, რომ ელექტროენერგია უკვე თითქმის ყველა აბონენტს მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, ურუშაძის თქმით, პრობლემა მხოლოდ რამდენიმე სოფელში არსებობს და მას მალე მოაგვარებენ. ფაქტობრივად რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აღმოფხრილია. ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდებას რაც შეეხება, გვაქვს გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ძალიან მცირე რაოდენობის აბონენტები არიან დარჩენილი გაზმომარაგების გარეშე და აქაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა. რამოდენიმე სოფელში კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს წმენდა, ისევ რამოდენიმე დღე ალბათ ვარაუდობ, რომ ან დღის ბოლოს, ან უკვე ხვალისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთის სურების მიმართულებით გზა უკვე სრულად გავხსნათ. აქტიურად მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კვლავაც ტექნიკის მუშაობა იმ სოფლებში, სადაც ამის საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს. გურიასა და იმერეთში მუშაობა თითქმის დაასრულეს მოხალისეებმა. დიდთოვლობისას ისინი სპეციალური მანქანებით, დრონებით, ხშირად ფეხითაც გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მიდიოდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. მოხალისეების დიდი ნაწილი პროევროპული პროტესტის მონაწილეა. მათ თოვლში ჩარჩენილ ხალხს საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს, გაუწმინდეს გზები და გადაუთოვლეს სახლები. არაერთ ოჯახს გაუწიეს ფინანსური დახმარებაც. ეს იყო სტიქია, რომლის განსაზღვრად შეიძლებოდა წინასწარ, რომლის მიმდინარე პროცესში შეიძლებოდა ბევრი რამე სხვანაირად გაკეთებული იყო, რომ არ მოჰყოლოდა ის მსხვერპლი, რომელიც მოყვა, თუმცა რო არა მოხალისეთა მსგავსი ჩართულობა, დამერწმუნეთ ამ სტიქიას ეყოლებოდა გაცილებით დიდი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს ამ ადამიანებს, მათ შორის de facto ხელისუფლებამაც, რომ დამატებით მსხვერპლი არ მოყვა ამ ყველაფერს. სანამ არ დაიწყო მოხალისეობრივმა ორგანიზმმა აქტიური მოქმედება, ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ხო? ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც ჩაერთო საზოგადოება ამ პრობლემის აღმოფხვრაში, რომლის პრეროგატივა ცალსახად არის პირველ რიგში ხელისუფლების მხარეს, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობა არის მას აქვს შესაბამისი სამსახურები და ის უნდა იყოს პროაქტიული და ის უნდა მოქმედებდეს, ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება მეორე ნომრად გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხალისეებმა დაიწყეს მუშაობა. მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ
მიიღო. ოცნების მთავრობა ხალხს პირდება, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლები შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.